ერთი თვის წინ მოკლედ ძალიან ცუდად ვიყავი. დილას ვიღვიძებდი ძალიან ცუდი განწყობით, ძალიან ცუდი ხასიათით. აი ცხოვრებას რო ძალიან რთულ ფერებში უყურებ და აღიქვამ ზუსტად ეგრე. და 3 ჭიქა ყავა მჭირდებოდა იმისთვის, რომ მოვსულიყავი განწყობაზე და მოვსულიყავი სამუშაო ფორმაში, ესე ვთქვათ. ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. აი წლობით. და მე რატომღაც აი მივეჩვიე თითქოს ამ მდგომარეობას, რომ ეს იყო ნორმა და ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და ვეღარ ვხვდებოდი იმას, რომ მე ენერგია სინამდვილეში არ მქონდა. და იმ ცოტა ენერგიით ვაკეთებდი საქმეებს, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ საქმეებს ვაკეთებდი, მაგრამ თურმე ძალიან ცოტა ენერგიით. და ეს რა თქმა უნდა აისახებოდა დღის განმავლობაში პროდუქტიულობის ხარისხზე. რომ ვხედავდი, რომ იმდენი ენერგია არ მქონდა აი სიზარმაცის ენერგიები, როდესაც მოგდის გადადების ენერგია, რო გინდა ბევრი საქმე მოასწრო ერთი დღის განმავლობაში და ამ ყველაფერს ვერ აკეთებ. და ჩემ თავს რო ვუყურებდი, ანუ შფოთი მქონდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველაფერი მაგრად არის, ვიცი რომ მიზნები მაქვს, ვიცი რომ გეგმები მაქვს, მაგრამ ვერ მიყვები იმ გეგმებს ისე როგორც საჭიროა. და ამის გამო მქონდა შფოთი და მე შფოთს აი ზუსტად აი ამას უკავშირებ, რომ ის რო ენერგია არა გაქვს, ის რო ხედავ შენ თავს, შფოთავ. მაგრამ აი მქონდა ეს მომენტი, რომ ვერ ვიგებდი რა და როგორ. ანუ ადამიანი ცხოვრობ აი იმ გარემოში და ფიქრობ, რომ ეს ნორმაა და ეს ნორმალურია. აღარ გახსოვს როგორ იყავი ენერგიული და როგორ იყო შენი მდგომარეობა. მადლობა ჯიფუს პროდუქტებს, მადლობა იმ ექიმებს, ბატონო გიორგი თქვენ, ქალბატონ თამარს განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ აი ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე ცოდნა მოგაქვთ ჩვენამდე. და ჩვენ ვიგებთ ამის შესახებ. და თამარს განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ერთ-ერთ კოლზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებზე, მოგვიწოდა ახალგაზრდებს და 3 მნიშვნელოვანი რაღაც თქვა. ერთი, რომ საკვები დანამატები აუცილებელია რომ მივიღოთ, მეორე წყალი და მესამე ვარჯიში. და ახალგაზრდებს გითხრა განსაკუთრებით, რომ აი თქვენ გაქვთ დიდი გეგმები და ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გააკეთეთო და მე დავიწყე ერთი თვის წინ. ხო, ერთი თვის წინ დავიწყე კოლაგენი. სადღაც 20 დღეა ლივი. სადღაც დაახლოებით პლუს-მინუს 10 დღე იქნება ომეგა-3. და რაც ყველაზე მთავარია, დავიწყე ვარჯიში ერთი თვის წინ, როგორც კი კოლაგენი დავიწყე, მაშინათვე დავიწყე ვარჯიში. ყავა აღარ გამილევია, ერთი წელი ყავა არ გამილევია. ანუ ყავის გარეშე ვცხოვრობ და ეს არის ჩემთვის სასწაული რაღაც. და წყალი, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით წყალი. და აი არ ვიცი როგორ კარგად უგრძნობ თავს, უბრალოდ ეს ენერგიულობაც არ არის, ეს არის საერთოდ სხვა შეგრძნება, ენერგიულობის შეგრძნება არის, რომელიც არც კი გახსოვს, როდის გქონდა საერთოდ და ეს ხარისხი და ამ ყველაფერმა და რაც მთავარია, ეს ენერგიულობა გამოიწვია როგორი ენერგიების წამოსვლა, ისიც აი მე შემიძლია, მე გავაკეთებ, აი რო აღარ გადადებ, რაღაც არის გასაკეთებელი, დგები და ეგრევე აკეთებ. დაინახე, რომ დაღამდა დღე და რამდენი საქმეები გააკეთე, ისეთი საქმეები გააკეთე, რომლის გაკეთებაც გერძნელებოდა, გერთულებოდა. თურმე რა მარტივია. და მარტივი იმიტომ არ ყოფილა, რომ ენერგია არ აქვს. თურმე ენერგია არ აქვს. და ამას ვერ ხვდებოდი, რომ ენერგია არ აქვს. რთულ საქმეებს ჭირდება ენერგია. და მე ეს მთელი დღის განმავლობაში რომ ხედავ ეს ყველაფერი, ამან მოიტანა სიმშვიდის ენერგია. ანუ შფოთვა გადავიდა სიმშვიდეში და ბედნიერებაც დავარქვი, იმიტომ რომ თურმე ბედნიერება ყოფილა შენ თავს რომ ჯანმრთელს და ენერგიულს უყურებ და არა ის რომ რაღაც ანუ სირთულეებთან გამკლავების თავი რო გაქვს. ხო, ეგეთი რაღაც დავაფიქსირებ. კეთი ძალიან სწორი მიდგომა არის. თამარცანა ძალიან სწორი მიდგომა შემოგთავაზეთ, ეს არის კომპლექსური მიდგომა. როდესაც საკვები დანამატით საჭირო აუცილებელია, ფიზიკური აქტიურობა, წყალი, ეს ყველაფერი და აი ეს რაც შენ ჩამოთვალე შფოთვი, უენერგიობა,
პროკრასტინაცია, გადადების სურვილი, ნაკლებ პროდუქტიულობა, ეს ყველაფერი ერთი წყაროდან მოდის. ხო? იქ კორტიზოლის გაძლიერებული ის არის შპოტის შედეგად და მოკლედ ყველაფერი ხა შორსაგობას ამაზე ლაპარაკი და აი ამ ეს მდგომარეობა მანკიერი წრეა და როდესაც მე შენ თავით უკმაყოფილო ხარ კიდე უფრო მძიმდება და აი შედიხარ უფრო ღრმა და უფრო კარგავი მეც უფრო თავი არ მოკლოს მე კიდე უფრო ნაკლები ენერგია გაქვს და აი ამ მანკიერი წრის გადასაჭრელად ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საკვები დანამატები და პლუს აი ეს გამაჯამრთელებელი ქმედებები როგორიც არის გააქტიურება ფიზიკურად და არა მარტო ფიზიკურად, მენტალურად და თუმცა მენტალური მერე მოდის და წყალი და ასე შემდეგ. აი ყველას მოუწოდებ რომ მიუხედავად იმისა რომ შედეგი რომ შეიძლება სწრაფად დადგეს, ამას გამტკიცება სჭირდება, ხო? ხანდახან ასე შვებიან ხოლმე რომ იყიდიან რამდენიმე პროდუქტს და უნაწილებენ მთელ ოჯახს. ორი კვირა იმას, ან ერთი თვე და ჯობია ერთმა ადამიანმა დალიოს სრულფასოვნად თუ არის შეზღუდული რაოდენობა. ხო, მეც ძალიან მოგიწოდებ რომ მე უკვე სტემის სისტემა მთლიანად მიიღო, მარტო ომეგა-3 არა. უკვე მზად იქნება შენი ორგანიზმი მაქსიმალური პროდუქტიულობით შეითვისოს ეს სისტემა და ამასობაში ძალიან სწორად თქვი რომ მოვა ბაოლაიფის დროც